გავხსნათ იმ შემთხვევის შეფასებით, რომელიც ამ უქმეებზე იყო განხილვის საგანი, საქმე ეხება მომიტინგეებზე თავდასხმას, მათ შორის ბიტის და ბასრის საგნის გამოყენებით ორივე თავდამსხმელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააპატიმრა, დააკავა, თუმცა საბოლოო ჯამში, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გათავისუფლდა ორივე პირი. ეს და მსგავსი ფაქტები, რა პრობლემების შესახებ მეტყველებს, მით უფრო რომ მსგავს ფაქტებს ყოველდღიურად აქვს, ლამის ყოველდღიურად აქვს ადგილი ჩვენს ცხოვრებაში. კი ბატონო, მოკლედ ამას ალბათ ამ ფაქტს ორი მხრიდან უნდა შევხედოთ, ხო? ერთი არის პირველ რიგში ის, რომ ასეთი ტიპის ქმედებები და იგივე რაღაცა თავდასხმები თუ ტიტუშკები თუ ასე შემდეგ, რომელიც ჩვენ გვინახავს, ანუ არა პოლიცია პირდაპირ, არამედ ესე ტიტუშკებით და რაღაცა თავდასხმელებით მომიტინგეების და დემონსტრანტების წინააღმდეგ გადადგმული ქმედებები, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ატარებს დაშინების მცდელობას, ეს ხდება იმისათვის, რომ მოქალაქეები არ გამოვიდნენ და სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება ხდება მომიტინგეების წინააღმდეგ, რომ თქვა ეს საპროტესტო მუხტი როგორმე ჩაქრეს, მაგრამ მეორე უფრო საშიშ პრეცედენტზე საუბრობს, რომ აბსოლუტურად ორმაგი განსხვავებული სტანდარტი არსებობს საგამოძიებო უწყებების მხრიდან ადამიანებთან, რომლებიც მაგალითად დემონსტრანტები არიან, ქუჩას გადაკეტავენ თუ ასე შემდეგ და მათ მიმართ როგორი სამართალწარმოება არის და ადამიანები, რომლებიც არიან დამნაშავეები და ბიტებით და ასე მოქმედებენ, მათ მიმართ როგორი ლოიალური და შემწყნარებელი არის ქართული ოცნების რეჟიმი, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მათ დღის წესრიგს და პოლიტიკას ატარებენ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი ვინმე ქართული ოცნების დღის წესრიგს ატარებს, მათთვის ყველაფერი შესაძლებელია, თუნდაც ეს იყოს, ასე ვთქვათ, თავდასხმა და მათ შორის გაცდეს, ასე ვთქვათ, უბრალოდ თავდასხმას, არამედ ასეთ საშიშ ფაქტებზე იყოს საუბარი და ისინი, ვინც ქართული ოცნების წინააღმდეგ არიან, თუნდაც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ, მათ მიმართ ყველანაირი სადამსჯელო მექანიზმები არის გამოყენებული უკიდურესად მძაფრად. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რატომ მომიტინგეების წინააღმდეგ ასეთი, ასე ვთქვათ, მკაცრი ზომები და რატომ ასეთი ლოიალური დამოკიდებულება მეორე მხარის მიმართ, ადამიანების მიმართ, ვინც თავის მხრივ აქციის მონაწილეებზე ძალადობენ. ხო, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. რა პასუხამდე მივდივართ, ხო, როდესაც ამ ტენდენციაზე ვსაუბრობ? იმაზე მივდივართ, რომ ქართული ოცნება ფაქტიურად საზოგადოებას ეუბნება, რომ შენ თუ იქნები ჩემს წინააღმდეგ, მე გამოვიყენებ ყველაფერს იმისათვის, რომ დაგსაჯო მაქსიმალურად, ანუ ხო აბსურდული არის 5000 ლარი რაღაცა გზის გადაკეტვაზე, ამდენი ჯარიმა იმ ადამიანების მიმართაც, რომელსაც არ გადაუკეტავთ და ასეთი დანაშაულები, რომელიც სისხლის დანაშაულები არის და უმძიმეს დანაშაულებთან დაკავშირებით ჩვენ ხედავთ უფრო ლოიალურ მიდგომას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კი შენ ჩემს ხარეს იქნები, გეპატიება ძალიან ბევრი რამ. და ეს არ არის ის სტანდარტი, რისთვისაც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში მიუტყოდა ადამიანის უფლებების და თავისუფალი, ასე ვთქვათ, სასამართლოს პირობებში სამართლიანი სასამართლოსთვის და ეს ძალიან უკანხევს საქართველოს როგორც საზოგადოების განვითარებას, ქვეყნის განვითარებას და არ ვიცი, არც მინდა შევადარო, მაგრამ რაღაცა აი 90-იანი წლების, ასე ვთქვათ, განვითარებას მაგონებს და ძალიან საშიში ტენდენცია და ქართულმა ოცნებამ ეს იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, არც კი უნდა გამოიყენოს. მაგრამ ნუ ხედავთ, ეს ასეა და ძალიან სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის და იმედია ეს დიდი ხანი ასე არ გაგრძელდება. აი იმ ჯარიმებზე და იმ ზომებზე მინდა გკითხოთ, განსაკუთრებით სწორედ ჯარიმებზე, რომელიც ამოქმედებულია მომიტინგეების წინააღმდეგ, არ ვიცი, 5000 ლარიან ჯარიმებს როგორც დათვალეს 19 ჯერ მეც ვიდრე საარსებო მინიმუმს შეიძლება ითქვას, რომ რიგ შემთხვევაში ყოველდღიურად უწერენ ერთი და იგივე ადამიანებსაც კი. როგორ შეიძლება ეს გარემოება შეფასდეს? ხო, აი საარსებო მინიმუმზე 19 ჯერ მეტი ჯარიმის გამოწერა და ჯარიმის, რომელიც შესაძლოა რიგითი მოქალაქის, რიგითი დემონსტრანტის ხელფას რამდენჯერმე აღემატებოდეს. ხო, ეს აბსოლუტურად გაცდა რაიმე, ანუ ასე ვთქვათ, ობიექტური ჯარიმის დაჯარიმების შეფასებას და კრიტერიუმებს, იმიტომ რომ ამხელა ჯარიმა აი ასეთი გზის გადაკეტვისთვის იქნება თუ ასე შემდეგ აბსოლუტურად წარმოუდგენელია, მით უმეტეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ეს არის პირდაპირი მექანიზმი, ფინანსური, ასე ვთქვათ, ტიპის მექანიზმი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომ ამით მოახერხონ მათ დემონსტრანტების და ადამიანების, რომლებიც ვთქვათ პროტესტში არიან, აი ამ მუხტის დაცემა, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ადამიანს და თქვენ სწორად აღნიშნეთ საარსებო მინიმუმს რამდენჯერ აღემატება ეს თანხა, რომ ადამიანებმა გადაიხადონ. და აქ არ არის მხოლოდ საარსებო მინიმუმზე ჩვეულებრივი ადამიანები, რომელიც საშუალო ფენად შეიძლება ითვლებოდნენ და მათ შემოსავლად
მოსავალთან მიმართებაშიც კი აბსოლუტურად არაადეკვატური ამ თანხის გადახდა. რამდენიმე თვის ხელფასი შეიძლება იყოს და ესეც არის მიზანი, რომ ადამიანები თქვათ ამით გატეხონ. მაგრამ მე რა მინდა აქვე ვთქვა, რომ ძალიან დასაფასებელია და ძალიან მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ფონდი არსებობს ამისთვის და მე მინდა ადამიანებს ვთქვა, რომ ნუ შეეშინდებათ, იმიტომ რომ ერთის მხრივ არსებობენ იურისტების ჯგუფი, მათ შორის ჩემი ორგანიზაციისას 11 ორგანიზაციის იურისტების ჯგუფი გაერთიანებულია, რომ ამ ადამიანებს ვისაც ჯარიმა მიუვა, იცით რომ სხვადასხვა ტიპის არის, ხანდახან არის სასამართლოში დაბარება, ზოგჯერ მიდის უბრალოდ პირდაპირ პოლიციელების მხრიდან, ჯერ რომ არ შეეშინდეთ, რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო პოლიციელი რომ დაგადგება შუაღამ მე თავზე და ესეც ერთ-ერთი შიშის დათესვის მექანიზმია, ამიტომ ჩვენი ადვოკატები მუდმივ რეჟიმში მათ გაუწევენ კონსულტაციას და გაასაჩივრებენ ყველაფერს დროის გაყვანისთვის. არ გადაიხადონ ავტომატურად ჯარიმა? აუცილებლად გაასაჩივრონ, ეს არის ჩვენი რეკომენდაცია, იმიტომ რომ ეს გასაჩივრება მათ შორის ასე ვთქვათ, დროშიც გადაავადებს ამ საკითხს და ასევე არის მათ შორის საკმაოდ დიდი ადმინისტრაციული წნეხი ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ამდენი გასაჩივრება და ასე შემდეგ მოითხოვს, რა თქმა უნდა, დამატებით ძალის ხმევას ადმინისტრაციული რესურსის მხრიდან, ამიტომ ეს დროშიც გაიწელება და მათცეც გამოვა წნეხი და არა მხოლოდ მოქალაქეებზე და რაც შეეხება გადახდის ნაწილს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ფონდი შეიქმნა და მათ განცხადებაც გააკეთეს რამდენიმე დღის წინ ერთობლივი, რომ ასევე მათი მხრიდან რეკომენდაცია იყო გასაჩივრება და შემდეგ ყველა მოგმართეთ, რომ გადავიხადოთ ეს ჯარიმები. არც ერთი ადამიანი არ დარჩება ამ ჯარიმით მარტო, ამ ჯარიმის პირისპირ და საქართველოს მოქალაქეები მათ შორის დაეხმარებიან ერთმანეთს, ბიზნესი იქნება თუ ასე შემდეგ, რომ ეს ჯარიმები იქნას გადახდილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მართლა არ მგონია, რომ ვინმე უნდა დარჩეს ამხელა ჯარიმის პირისპირ, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს ხელფასები ნამდვილად არ აქვთ. დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც მინდა გითხოთ, ამერიკული ფარას სიტყვასიტყვით თარგმნა დასრულებულია, ისე როგორც დაწერილია მედიის შესახებ კანონი, როგორც შალო პაპუაშვილი ამბობს, აი სწორედ ამ კვირიდან დაიწყებენ პარლამენტში მომზადებული ცვლილებების განხილვას. თუ ვინმეს პრეტენზია ექნება ფარას ტექსტის ნებისმიერ სიტყვასთან, მძიმესთან წერტილთან, მიმართოს ამერიკის შეერთებულ შტატებსო, ეს პასუხი აქვს პარლამენტის თავმჯდომარის. აი როგორ ფიქრობთ, რა აქვს ჩაფიქრებული ქართულ ოცნებას აგენტებად შერაცხული არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ? ხო, ნახეთ, ჩვენ ალბათ ამას მხოლოდ ამ თუ სამ კანონთან დაკავშირებით ესე პერსპექტივით არ უნდა შევხედოთ. ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნება წლების განმავლობაში ცდილობს ქვეყანაში თავისუფლების შემზღუდველი კანონების მიღებას და ჯერ კიდევ რუსული კანონის ინიციირება 2 წლის წინ ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, პირველი მცდელობა არ გამოვიდა, შემდეგ მეორე მცდელობა და სხვა კანონებიც, რომელიც მაგალითად ახალ წლის პერიოდში მიიღეს, ხო, იგივე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართებით შემზღუდველი კანონები, რომელიც აბსოლუტურად არ არის თანხმდროში საერთაშორისო სტანდარტებთან. და მათ შორის ამის გაგრძელებაა ეს ფარა იქნება თუ მედიის წინააღმდეგ კანონი, რომელიც ჯერ არ გვინახავს და ვნახოთ როგორი იქნება მათ შორის, იმიტომ რომ ამას ვიანონსებენ, მაგრამ შინაარსი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ამას ყველას ერთიან კონტექსტში განვიხილავ და ეს არის თავისუფალი სიტყვის, განსხვავებული აზრის, შეკრების, გამოხატვის, თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, რომ თუ კი სადმე სივრცე არის დარჩენილი დღეს პროტესტის განსხვავებული აზრის, ეს ყველაფერი შეზღუდოს ქართულმა ოცნებამ და მოახდინოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია ამ ქვეყანაში. აი ამისკენ გადადგმული ნაბიჯებია და რა თქმა უნდა, ჩვენ არც რუსულ კანონს დავემორჩილეთ, იქედან გამომდინარე, იცით თქვენ რომ არ დავრეგისტრირეთ ორგანიზაციები, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ჩვენ თავს რაიმე იარლიყი მივაწებოთ, იმიტომ რომ ჩვენ რისთვისაც მუშაობთ, ეს არის საქართველოს და საქართველოს დემოკრატია და დღესაც ჩანს, ხო? რისთვის ვიბრძვით? ჩვენ არ ვიბრძვით რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, ევროპული განვითარება და აი ადამიანებს ასე რომ არ სჭირდნენ და არ აჯარიმებდნენ. ამ ბრძოლას არც ახალ კანონს, აი მე მინდოდა მეკითხა, როგორ შეცვლის ეს ცვლილებები მისი კანონად ქცევის შემდეგ იმ ორგანიზაციების საქმიანობას, ვინც მუშაობთ არჩევნების ადამიანის უფლებების კანონის უზენაესობის თუ იგივე კორუფციის თემებზე. თქვენი ორგანიზაციაც ერთ-ერთია, ვისაც ახალი კანონი თავისთავად შეეხება. ხო, არა, ჩვენ გავაგრძელებთ ისე როგორც ვაგრძელებთ, ჩვენ არანაირ აგენტის სიარლიხს არასოდეს არ მივიწებებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ მხოლოდ საქართველოს ვემსახურებით, ამიტომ რაღაცა რაც არ უნდა მცდელობა მოხდეს ქართული ოცნების მხრიდან, რომ რაღაცა მოგვაწებოს ჩვენ რაღაცა ამ ქვეყნის მტრის სიარლიყი თუ აგენტის და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ დავემორჩილებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ მხოლოდ ჩვენს ქვეყანას ვემორჩილებით და აი ამ რაღაცა სადამსჯელო მექანიზმებით და დაშინებით, რა თქმა უნდა, ვერავის ვერ გატეხენ, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა ტიპის ბრძოლაში ვართ
და ჩვენ ვარ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ბრძოლაში უკან დასახები გზა ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ რომ თუ კი ეს ბრძოლა არა, მაშინ რა ვიცი, ვიცით საით წაიყვანენ ამ ქვეყანას და ესეთი არ გვინდა ნამდვილად ვიხილოთ საქართველო. აი ამერიკული ფარას საქართველოში გადმოტანას ქართული ოცნების წარმომადგენლები მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კანონის გამკაცრების აუცილებლობით ხსნიან და არგუმენტად იშველებენ იმას, რომ მათი დიდი ნაწილი აგენტების კანონის მოთხოვნათა მიხედვით არ დარეგისტრირდა პრინციპში, რაც თქვენ ახსენეთ, ასევე ქართული ოცნების ლიდერებისგან ვისმენთ ბრალდებას, რომ არასამთავრობო სექტორის სახელმწიფო გადატრიალების ცდელობით ხართ დაკავებული გარე ძალებთან ერთად. ხა ამ თვალსაზრისით გამოთქმულ ბრალდებაზე თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ, მაყურებლებმა თქვენი განმარტებები იცის, თუმცა კიდევ ერთხელ, აი რა არგუმენტებით შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ არანაირი გარე ძალების დაკვეთას არ ასრულებთ, მით უმეტეს მიზანი არ არის ხელისუფლების დამხობა. ხო, ნახეთ, მოდი ესე ვთქვათ, ჯერთი ძალიან სასაცილოა მდიდარზე რომ საუბრობენ იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლის პირველ პირს სიმხელა ქონება აქვს, რომ რა ვიცი, ხო, ბიძინა ივანიშვილი როდესაც ყავს პარტიის დამფუძნებელი სიმდიდრეზე საერთოდ არავის არ უნდა საუბრობდე, მაგრამ ეს რო გვერდით გადავდოთ და ის კონსპირაციული თეორიები, რაც ქართულ ოცნებას გააჩნია, ქართულ ოცნება ყველას ეძახის, რა ვიცი, მოღალატეს, ნაცს, თუ ასე შემდეგ, ვისაც კი განსხვავებული აზრი აქვს, ხო? ანუ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი, თუ კი ვინმე საუბრობს მათ პრობლემებზე, თუ კი ვინმე საუბრობს არჩევნებში პრობლემებზე, ადამიანის უფლებების პრობლემებზე და ასე შემდეგ და ისინი ცდილობენ ყველანაირად ებრძოლონ ასეთი ტიპის ჯგუფებს, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება, იქნება ეს კულტურის წარმომადგენლები, თუ ასე შემდეგ და ჩვენ მათის მხრიდან გვახსოვს მაგალითად იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში რა განცხადებებს აკეთებენ, ხო არავის დავიწყებიან. ანუ ძალიან სასაცილოა დღეს რომ სხვა განცხადებას აკეთებენ და რაღაცა 5 თვის წინ სხვა განცხადებებს. ამიტომ ისინი აი ამ კონსპირაციული თეორიებით, რაღაცა საინფორმაციო მანიპულაციებით ცდილობენ მათი ამ ხარდამჭერების თუ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ თითქოს აქ სამოქალაქო საზოგადოება რაღაცას გეგმავდას, რომელიც მილიონჯერ გაგვიქარწყლებია და არც შევალ ამ დეტალებში, რა თქმა უნდა, საზოგადოება კარგად ხედავს ჩვენ რას ვაკეთებთ დღეს ქუჩაში დაჯარიმებულ ადამიანებს. სამოქალაქო საზოგადოება იცავს კორუფციას, სამოქალაქო საზოგადოება ამ ხელს არჩევნებს, სამოქალაქო საზოგადოება იცავს და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა შეუძლია გადახედოს ჩვენ საქმიანობას ამდენ წლების განმავლობაში. უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩვენ წარმოვადგენთ საფრთხეს ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ საუბრობთ სიმართლეს და ამ სიმართლებზე საუბრობდით წინა ხელისუფლების დროსაც, იმის წინა ხელისუფლების დროსაც და მომავალშიც ასე ვისაუბრებთ. რამდენიმე დღის წინაც მომიწია ამ კითხვის დასმა ჩვენი სტუმრისთვის. როგორ ფიქრობთ, რატომ გაუჩნდა ქართულ ოცნებას კრიტიკის მიმართ მიუღებლობა? მათ შორის აი იმ კრიტიკის, რომელიც ასევე მოდის არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ზოგადად, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა უკვე ვეღარ ინარჩუნებს მაგალითად ელექტორალურ მხარდაჭერას ბუნებრივად, მათ უწევთ უკვე რაღაცა სხვადასხვა სიცრუეების მოტანა, რაღაცა დეზინფორმაციის გავრცელება, რაღაცა თავისი პოლიტიკის ყოველ შემთხვევაში გამართლება, ხო? და ამ დროს, როდესაც გამოდიან სხვადასხვა ჯგუფები, ჩემ თავზე მხოლოდ არ ვიძახ სხვადასხვა ჯგუფები, რომელიც სიმართლეს საუბრობს, რა თქმა უნდა, ეს მათთვის პრობლემაა, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ, ხელს უშლის მათ ძალაუფლების შენარჩუნებას. მოქალაქეს როდესაც აცნობს შენ რომ ვთქვათ, აი ეს ადამიანები, რომელიც შენ გონია, რომ ქვეყანას ემსახურებიან, კორუფციაში არიან ჩართული, ან რომ მეუბნები, რომ არასწორი გადაწყვეტილებებია, ან როდესაც სასამართლოზე საუბრობ, ხო, მაგალითად ქართული ოცნება დღეს დგას და წინა ხელისუფლების სასამართლოს როდესაც ლანძღავს და იგივე მოსამართლეები ყავს. ამას საუბრობთ, ხო, რომ თუ კი იძახი, რომ წინა ცუდია, შე რატო ყავს, ხო? არ მოსწონს, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ამორჩეულს ესმის და ეს მათ ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის და აი ეს არის ერთადერთი მიზეზი, როდესაც ძალაუფლება საფრთხე ექმნება კრიტიკისგან, ცდილობ რომ ეს კრიტიკა ჩაახშო. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით.